ჩვენმა მაყურებელმა და არა მხოლოდ კარგად იცის და არაერთხელ დადასტურებულა კიდეც, რომ ქვეყანაში მოქმედებს აგენტურული ქსელი, რომლებიც შედგებიან პოლიტიკოსებისგან, მედიისგან თუ NGO სექტორისგან. ისინი ყოველ ჯერზე უნისონში მოქმედებენ უცხო სახელმწიფოს ინტერესებისა და დაკვეთების შესაბამისად. ჩვენი არხი კი მათ წლებია ფაქტებითა და არგუმენტებით ამხელს. როგორც ჩანს, ბრიტანეთის გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზს აღნიშნული ქსელის ჩვენ მიერ პერმანენტული მხილებების კასკადი წარმოადგენდა. ამასთან ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ როგორც კი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გასაჯაროვდა, უკვე ნახსენებმა აგენტურულმა ქსელმა ემოციები ვერ დამალა და სოციალურ ქსელში საჯარო და კოლექტიური ჟივილ-ხივილი მოაწყო. აღნიშნავდნენ უცხო სახელმწიფოს მიერ ქართული მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. ჩვენ თითოეულ მათგანს დაუკავშირდით და მარტივი კითხვები დავუსვით. მხარს უჭერდნენ თუ არა ბრიტანეთის გადაწყვეტილებას და რამდენად სწორად მიაჩნიათ და რამდენად კარგია უცხო სახელმწიფოს მიერ ქართული მაუწყებლების წინააღმდეგ ღია მოქმედებები. თუმცა აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა სატელეფონო საუბრებში ისეთი თამამები აღარ იყვნენ, როგორც სოციალურ ქსელში. ბატონ რომან, თქვენ მხარს უჭერთ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია პოზიტივის და იმედის დასანქცირების შესახებ? ანუ სასიამოვნოა თქვენთვის ეს ფაქტი? რუსეთის ასე ვთქვათ ხანდამჭერი ტელევიზიის დასანქცირება სასიამოვნოა ნებისმიერი წესიერი ადამიანისათვის მსოფლიოში არ მაქვს საქართველოში. ანუ თქვენ თვლით, რომ უცხო სახელმწიფოს მიერ ქართული მაუწყებლების დასანქცირება კარგია? უცხო სახელმწიფოს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებულ შტატებში დასანქცირებულია რუსეთის სისხლიანი რეჟიმის 3500 იურიდიული და ფიზიკური. მე გეკითხებით თქვენ როგორც ქართველს, საქართველოს მოქალაქეს, თქვენთვის მისაღებია ქართული მაუწყებლის დასანქცირება და კარგია უცხო სახელმწიფოს მიერ? რა თქმა უნდა, პოზიტივი შეთვის ქართული მაუწყებელი არა, ეს არის რუსული მაუწყებელი. თქვენ მხარს უჭერთ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია პოზიტივის და იმედის დასანქცირების შესახებ. სასიამოვნოა თქვენთვის ეს ფაქტი? მაინტერესებს მხარს თუ უჭერთ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას პოზიტივის და იმედის დასანქცირებაზე. მე მხარდაჭერა არ არის ჩემი საქმე, ხო? ჩემი საქმე არის რას ნიშნავს ეს არის განმარტება. სასიამოვნო ფაქტია? თქო, ემოციები რა შუაშია საერთოდ აქ? სწორია თქვენი აზრით, რომ უცხო სახელმწიფოს მიერ ქართული მაუწყებლობა სანქცირდება? ცუდი, არავის ცუდი არ მიხარია მე. მეორეა რომ ყველა თავისი ესე რომ თქვა, თავის შოდელზე თვითონ აგებს ბავშვი. ქალბატონო თინა, გამარჯობა. პოზიტივიდან გირეკავთ. მხარს უჭერთ თუ არა ბრიტანეთის გადაწყვეტილებას პოზიტივის და იმედის დასანქცირების შესახებ? მხარს უჭერთ თუ არა ბრიტანეთის გადაწყვეტილებას პოზიტივისა და იმედის დასანქცირების შესახებ? არა, ძალიან მეწყინა, ხოც როგორ მიყვარხართ? ანუ თქვენთვის სასიამოვნოა ეს ფაქტი თუ არა? ძალიან ნერვიულობ. მითაგეხმაროთ, არ ვიცი. თქვენთვის უცხო სახელმწიფოს მიერ ქართული მაუწყებლების დასანქცირება კარგია, მისაღებია? რა ვიცი, რაც მაქვს, იმას ჩაგირეცხა. ქალბატონო ნინო, გამარჯობა. გამარჯობა. პოზიტივიდან გირეკავთ. მხარს უჭერთ თქვენ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას პოზიტივის და იმედის დასანქცირების შესახებ? თქვენ მხარს უჭერთ თუ არა ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია პოზიტივის და იმედის დასანქცირების შესახებ? გვაინტერესებს თქვენ მხარს უჭერთ თუ არა ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია პოზიტივის და იმედის დასანქცირების შესახებ? მხარს უჭერ რა შეკითხვა უყურებთ რომ განმიმარტოთ რა. ანუ სასიამოვნო არის თუ არა ეს ფაქტი თქვენთვის? სასიამოვნო არის შურის წარმატება, სასიამოვნო არის ნაყინი. ქალბატონო ხატია, გამარჯობა. გამარჯობა. ტელეკომპანია პოზიტივიდან გიკავშირდებით მე. გვაინტერესებს თქვენ მხარს უჭერთ თუ არა? ელისო, გამარჯობა. გამარჯობა. პოზიტივიდან გირეკავთ. საიდან? პოზიტივიდან. ეგ რა არის? იცით რა მაინტერესებს? მხარს უჭერთ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ანუ ვერ მიუხვდება. ტელეკომპანია პოზიტივის და იმედის დასანქცირებაზე? მე არ ვიცი პოზიტივი რა არის. სანქციებთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ. თქვენ მხარს ძალიან დახარებული ვარ, რომ რუსული დეзинფორმაციის საშუალებები, კეთროვნები ხდებით. ძალიან მოხარული ვარ და ვთვლი, რომ ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ ქართული ოცნება ამოუძირკვოთ საქართველოს ისტორიიდან და გადავშალოთ ეს ბნელი ფურცელი საქართველოს ისტორიაში. მაინტერესებს ბრიტანეთის გადაწყვეტილებას პოზიტივის და იმედის დასანქცირების შესახებ მხარს თუ უჭერთ? არ მინდა სატელეფონო. თეონას ვესაუბრები? ვიბრძანდებით. ტელეკომპანია პოზიტივიდან გირეკავთ. შეხვედრაზე ვარ მომწარეს თუ შეიძლება. ძალიან მოკლე კითხვა მაქვს, თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ.
თქვენ მხარს უჭერთ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია პოსტივის და იმედის დასანქცირების შესახებ? და მოვალ, კარგით. შეიძლება მიპასუხეთ. სასიამოვნოა თქვენთვის ეს ფაქტი? დამიძახეთ პირდაპირ ეთერში და გიპასუხოთ. ახლა რატომ არ პასუხობთ? პირდაპირ ეთერში მინდა რომ გიპასუხოთ და ამიტომ. თქვენ მხარს უჭერთ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას პოსტივის და იმედის დასანქცირების შესახებ. ჩემი თავზე რაში გაინტერესებთ, ვინც წყვეტს დაგასანქციოთ. სასიამოვნოა თქვენთვის ეს ფაქტი? სასიამოვნო და უსიამოვნო რას ნიშნავს? რაც იმსახურებდით ის გააკეთეს. ანუ თქვენ მიგაჩნიეთ თუ არა და თვლით რომ უცხო სახელმწიფოს მიერ ქართული მაუწყებლების დასანქცირება კარგია. მე მიმაჩნია რომ უცხო სახელმწიფოები თავის ინტერესებშიც მოქმედებენ და იმას აკეთებენ, რასაც თვლით საჭიროა. გითხრათ ბრიტანეთის საელჩო. ტელეკომპანია პოსტივიდან გეკავშირდებით. გვაინტერესებს თქვენ მხარს უჭერთ თუ არა ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია პოსტივის და იმედის დასანქცირების შესახებ? დასაკვირველია თქვენ ხართ რუსული პროპაგანდის. სასიამოვნოა თქვენთვის ეს ფაქტი? კი, ძალიან სასიამოვნოა ამის ყურება რუსული პროპაგანდისტული მანქანები როგორ იძირებიან. ტელეკომპანია პოსტივიდან გირეკავთ. მე რუსებთან არ თანამშრომლობ. თქვენ მხარს უჭერთ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია პოსტივის და იმედის დასანქცირების შესახებ? რუსებთან კომენტარს არ ვაკეთებ. სასიამოვნოა თქვენთვის ეს ფაქტი? დასასრულს ხაზგასმით გვინდა ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს და ამაღრთოვანებულ ჯგუფებსაც, რომლებსაც უცხო ქვეყნის მიერ მათი ქვეყნის მედია საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლა ახარებთ. ეს ეიფორია და Facebook აღტკინება ისევე როგორც ყველა წინა შემთხვევაში, მხოლოდ ქარიშხალია ჭიქაში, რომელიც სულ რამდენიმე დღეს გასტანს. პოსტივი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და მხილების კამპანიას. ჩვენს პრინციპულ პოზიციას კი ვერც უცხოური წნეხი და ვერც ადგილობრივი აგენტურის ხმაური ვერ შეცვლის.